შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ-შტენერგარდმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთისგან 124 მილიარდი დოლარით მეტი საქონელი შეიძინა, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად დახარჯა. სიმართლე ის არის, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ არის საკმარისად დიდი, თუმცა რუსეთის მხარდაჭერა ზედმეტად დიდია. აგიხსნით, რას გულისხმობ, როდესაც ამას ვამბობ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინას 187 მილიარდი ევროთი დაეხმარნენ, თუმცა ამავე პერიოდში ჩვენ 201 მილიარდი ევროს რუსული გაზი და ნავთობი შევისყიდეთ. თუ ამას დავუმატებთ რუსეთისგან მიღებულ დანარჩენ იმპორტულ საქონელს, საერთო ჯამში 311 მილიარდი евро გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უკრაინისადმი მხარდაჭერა მინუს 124 მილიარდი ევროა. ეს სხვა არაფერია თუ არა სირცხვილი. ამჟამად ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს. არანაირ რაციონალურ სამშვიდობო მოლაპარაკებას არ ექნება ადგილი, თუ უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას არ გავზრდით და რუსეთისადმი არ შევამცირებთ. ამისთვის კი ძალიან კარგი საწყისი წერტილი იქნებოდა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.